ჩვენთან არც ღმერთი. გულითადად მოგილოცავთ ამ მართლაც ბრწყინვალე დღესასწაულს, საუფლოს, ფერისცვალებას უფლისა და ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საეკლესიო დღესასწაულთა შორის ერთადერთ დღესასწაულს, რომელსაც ეწოდება ბრწყინვალე, ეს არის აღდგომის დღესასწაული. მაგრამ ფერისცვალება იმდენად დიდია და შეიძლება ითქვას გატოლებული აღდგომასთან, რომ ჭეშმარიტად ეკუთვნის წოდება ბრწყინვალე, თუ არა დღევანდელ დღეს, მაშინ რომელ დღესასწაულს უნდა ეწოდოს ბრწყინვალე. თვითონ ტერმინი ფერისცვალება ხომ ნიშნავს, რომ რაღაცამ იცვალა ფერი, რაღაცამ კი არა, ვიღაცამ. ამ შემთხვევაში მაცხოვრის დაგლახაკებულმა ბუნებამ იცვალა საღვთო სინათლით თავისი ფერი. დაგლახაკებული რატოა მაცხოვრის ბუნება? იმიტომ რომ თქვენ იცით, მაცხოვარი იშვა სიგლახაკეში, სიღარიბეში. მთელი მისი ცხოვრება არის ეკლით მოსილი. ერთი შესამოსელი, კარი და სახლი არ აქვს, მოგზაური შეიძლება ითქვას, ყველგან შეურაცხყოფილი, განსაკუთრებით ებრაელების მიერ. ანუ მისი მთელი ცხოვრება არის ტანჯვა. დიდი მოძღვრები ამბობენ, რომ მაცხოვარმა საპირისპირო გზით სვლა დაიწყო ადამიანთან შედარებით. რატო საპირისპირო გზით? ადამის ცხოვრება სამოთხეში ზამზარეული, მუქთა ცხოვრება იყო. მას მიეცა დაუმსახურებლად ყველაფერი. მაგრამ პატივში იყო და არა გულისხმა ხო, ბაძვი და პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ანუ სხვაგვარად რომ თქვათ, ადამიანისთვის მიცემულმა ცხოვრებამ მასში გამოიწვია ტკბობა სიამის განცდა. რა კარგია ტკბობა სიამე და ტკბობა სიამე ყოველთვის თუ ურჯულოა იგი ტკივილთან არის კავშირში. ამიტომაც ვინც ცხოვრებას, აი თვითონ გამონათქვამიც ხო არის, ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა, დიდი პოეტი ამბობს. ეს ბიბლიური ცნობიერებაა სუფთა. ადამი ამ შემთხვევაში ეძებდა სიამოვნებას თავიდანვე და არ იცოდა, რომ სიამოვნებას ყოველთვის თუ ურჯულოა იგი მოიტანს ტკივილს. რატომ ამბობთ ხოლმე ბავშვი გათამამებული გაიზარდაო? გათამამებული ვინ არის? ტკბობა სიამე რო არ მოკლებია. თორე ვინ იტყვის, რომ ტკივილში გაზრდილი ბავშვი და უპოვარებაში არის ტკბობა სიამეში. ამას არავინ არ იტყვის. მაგრამ ის უფრო კარგი ხდება სინამდვილეში, იმიტომ რომ ამან სიმწყრის ფასი იცის. და იმას, რასაც მოიხვეჭს, ეს არის უკვე ტკბილი მისთვის. და არის პირიქით, ტკბობა სიამის მოყვარული კაცი, ადამი, ეცემა ცოდვით, არ აფასებს იმას, რაც აქვს. და მთელი მისი შთამომავლობა არის განწირული ტკივილისათვის შემდგომ. აი მაცხოვარი იწყებს თავის ცხოვრებას ტკივილით. სიამით არა, ან როგორც ვთქვით, შემოატრიალა კურსი ცხოვრებისა მაცხოვარმა. თუ იმან დაიწყო ფუფუნებით, სიამტკბილობით, განცხრომით, სითამამით, მუქთა ხორობით, არაფრის მოკლებით, მაცხოვარმა დაიწყო ყველაფრის მოკლებით. ყველაფრის, ესე იგი, თვითონ მოხვეჭით ნიშნავს
ვიღაცა რაღაცას რო მისცემდა იმას მიიღებდა მხოლოდ, ხო? თვითონ იხვეჭდა, რაც შეეძლო, ისე იკვებებოდა და არა ზამზარეულად. ტკივილით, ხო, როგორც თქვით, და ასე შემდეგ. მაცხოვარი მიდის ტკივილით და საით მიდის? ადამმა მოიხვეჭა სიკვდილი, განსხრომით დაიწყო და ისე დავარდა, რომ მოიხვეჭა სიკვდილი, ტკივილი ჯერ და ტკივილს ყოველთვის მოაქვს სიკვდილი, ყოველთვის ესია. მაცხოვარმა დაიწყო ტკივილით, მიდის ამ ტკივილის გზაზე და საითკენ მიდის? განსხრომა სიამოვნებისაკენ. ოღონდ სიამოვნება არა ჰედონიზმის გაგებით, არამედ ჭეშმარიტი სიამოვნება რაც არის, საფრთხო, აღდგომისაკენ, სხვაგვარად რო ვთქვათ. და ამიტომ თქვით ჩვენ, რომ აი მაცხოვრის დაგლახაკებულმა ადამიანურმა ბუნებამ დღეს ფერისცვალების ჟამს გამოაჩინა ის, რაც უნდა იყოს სამომავლოდ აღდგომის ჟამს. იმიტომ იყო განკრთომილობაში ეს მოწაფეები. ესენი ვერ იგებდნენ რა ხდება. რატო ვერ იგებენ? იმიტომ რომ მათთვის მაცხოვარი არის მოძღვარი, ჩვეულებრივი გლახაკი კაცი. აიყვანა თაბორის მთაზე და ეს გლახაკი კაცი ყველაფრისგან მოცილებული და მოკლებული. ხედავენ არის გაფრწყინებული და თან როგორც წერია სახარებაში, ისე რომ ვერც ერთი ხელოსანი ვერ გაასპეტაკებდა ისეთი თეთრით იყო შემოსილი, ისეთი ბრწყინვალებით იყო შემოსილი. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, რა ბრწყინვალებაც იყო აღდგომის ჟამს, იგივე ბრწყინვალება იყო ფერისცვალების ჟამს. ანუ მაცხოვარმა ერთგვარად წინ სწრებად აჩვენა მოციქულებს და კაცობრიობას, რომ მე ესეთი უნდა ვიყო. ტკივილში ვარ, მაგრამ ეს ტკივილი, რომელსაც მე ვიტვირთავ, მიდის ცხონებისაკენ და არა ცხონება ადამიანისა, ტკბილ ცხოვრება, რომელმაც ტკივილი მოიტანა და სიკვდილი, ეს ცხოვრება არ მინდა მე თქვენთვის. მე მინდა რომ თქვენ დაიწყოთ ტკივილით. აი მას მეუბნება. როგორც მე ტკივილით ეხლა იმ გაგებით კი არა რომ უნდა გტკიოდეს ყველა, ამას გაგებით არა. გათამამებულობით არ უნდა იწყებდე ცხოვრებას. თორე შენ სიკვდილს მოიხვეჭ ადამიანი. და ჩვენ ვიცით, პატარა ბავშვობიდან გათამამებულები ხდებიან ლოთები, ნარკომანები, მწეველები, მოთამაშეები. რატო? სხვა საქმე არ ქონდათ და მაგითო. ანუ სიკვდილს იხვეჭენ ეს ადამიანები, სიკვდილს. სულიერ დეპრესიებს ჯერ აქ და შემდგომში ხორციელ და სულიერ სიკვდილს. ესე არ მინდა დაიწყოთ, მაცხოვარი ამბობს. მომბაძეთ მე, სხვაგვარად რო ვთქვათ, რომ სამუდამო ბრწყინვალებაში იყოთ. უნდა მოითმინოთ ის, რაც თქვენ ცხოვრებაშია. რაღაცა უნდა მოიკლოთ აღდგომა თუ გინდა. თორე შენ თუ იწყებ ადამიანსავი ცხოვრებას, მამა გენაცვალოს და დედა გენაცვალოსავით. გელოდება ადამიანის მხედრი, ტკივილი და სიკვდილი. აი ეს არის თქვენი მამამთავარი. მე სხვა ხალხის მამამთავარი ვარ, ამბობს. ტკივილის გამცდელი ხალხის მამამთავარი ვარ. მაგრამ ეს ტკივილი არის სინამდვილეში ბრწყინვალებით შემოსილი. საბოლოოდ ესია. ცხოვრებაა ესეთი ჩვენი. ჯერ ეს როგორც თქვით, წარე უნდა ჭამო ყველა შემთხვევაში. შენ თუ მეცადინეობის ფასი არიცი, შენ თუ შრომის ფასი არიცი, რაღაცა ნაკლოვანების ფასი არიცი, ვერასოდეს ვერ ჩამოყალიბდები ნორმალურ კაცად. ეს ცხოვრება ადამიანიდან მოყოლებული ასეთი. და ამას გვასწავლის, რომ მე კი დაგლახაკებული ვარ. მე კი არაფერი მაქვს, მაგრამ
ნახე როგორი ბრწყინვალებაა თაბორის მთაზე. და ასეთი ბრწყინვალება ჩემი კი არ არის მხოლოდ. ეს თითოეული თქვენგანისაა და ამიტომ შემდგომში მამათა ცხოვრებაში გრიგოლ ხანძთელთან ხვდები ჩვენ, გრიგოლ პალამასთან განსაკუთრებით, წმინდა სიმეონ ახალღვთისმეტყველთან და უდიდეს ასკეტებთან და მოძღვრებთან საუბარს ხვდებით ბრწყინვალებაზე, სინათლეზე. ეს შემოსილობაა სინათლისა და ბრწყინვალებისა. არა მხოლოდ მაცხოვართან დაკავშირებულია ეს, არამედ რადგანაც ის ადამიანი იყო, შესაბამისად ეს ბრწყინვალება გადადის მის მიმდევართადმი და არა მხოლოდ მისეულია. ყველაფერი, რასაც მაცხოვარი მოქმედებს, ეს ჩვენია. იმიტომ ფასობს ქრისტიანობა. ქრისტიანობა არ ფასობს, რომ ქრისტესთან არის დაკავშირებული. აი, მაგალითად, შობა. იშვა მაცხოვარი, რა მერე? იშვა და იშვა. დაბადების დღე აქვს. დაბადების დღე ჩვენ ვიხარია ჩვენი მეგობრისა და ახლობლისა. მაგრამ ვიხარია და დამთავრდა საქმე. ჩემთან არანაირ კავშირში არ არის იმის შობის დღე, მეგობრისა თუ სხვისა. მაგრამ მაცხოვრის შემთხვევაში ესია ის, რომ დაიბადა, იმიტომ დაიბადა, რომ მე მაცხოვნოს. ის, რომ შედის იერუსალიმში დიდებით, მე რომ მაცხოვნოს, ფერისვალებას რომ განიცდის, მე რომ შემოსოს ნათლით, ყველაფერი ჩემთან კავშირში. ქრისტიანობასთან დაკავშირებით როცა არის საუბარი, ადამიანთან დაკავშირებით საუბარია. ღმერთთანაც რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ ადამიანთან დაკავშირებული საუბარია ეს. ერთი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი. მათეს სახარებაში წერია, რომ შემდგომად 6 დღისა აღიყვანა ისინი მთაზე. მოციქულები. ლუკასთან ხვდები ჩვენ შემდგომად 8 დღისა აღიყვანა ისინი მთაზე. 6 დღე ერთგან, 8 დღე მეორეგან. დაპირისპირებაა. ამაზე ჩვენს ქონდა საუბარი, ამას არ აღნიშნავ, რომ რა არის გამოტოვებული და ეს ძალიან ელემენტარული საკითხებია, ახლა ამაზე არ გავჩერდები. არ აღის თქვენ მოსასმენად ეს შეულებრივი ამბები. მე მინდა ცოტა ისეთი, რაც უფრო მნიშვნელოვანია ის თქვა. რა განმარტება აქვს მოცემული დიდ მამებს ამასთან დაკავშირებით? ესენი ხო კითხულობენ წმინდა წერილს, კითხულობდნენ, ზეპირად იცოდნენ წმინდა წერილი მამებმა. და როდესაც ამ რაღაცა დაპირისპირებას ხედავს, მათ შორის ეს უდიდესი ამ ბოლო დროს ჩვენგან ხშირად ხსენებული მაქსიმე ამსარებელი, ესეთ რამეს ამბობს. 6 დღე და 8 დღე თითქოს დაპირისპირებული ერთმანეთთან. რაღაცა უზუსტობაა და მაგიტო. სინამდვილეში სიმბოლური განმარტებით საერთოდ მაქსიმე ამსარებელს უყვარს დღეების დათვლა, რიცხვების გამოთვლა სიმბოლური და სულიერი გაგებით, სახელების განმარტება და ძალიან ისეთი. აი მას თვლის და ამბობს. რო დაუფიქრდეს კაცი, 6 დღე ხო არის შესაქმის დღეები. 6 დღეში შექმნა ღმერთმა წუთის სოფელი. მე-7 დღეს განისვენა ან დაისვენა ჩვენებურად. ესე იგი, 6 დღე არის სიმბოლო წუთის სოფელში ცხოვრებთათვის, ანუ წუთის სოფლის სიმბოლოა. მერვე დღე ისი სიმბოლოა, თქვენ იცით კარგად. მერვე დღე აღრიცხვაში, ამ წუთის სოფლის აღრიცხვაში არ არსებობს. 7-ია მხოლოდ, ხო? აი მერვე დღე მარადიული დღეა. ანუ მერვე დღე სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს არის დღე პირველი და დღე უკანასკნელი, ანუ უდროობაში გადასასვლელი დღე. აი ჩვენ რო გადავალთ მარადისობაში, მეორედ მოსვლა რო იქნება და სხვა, ეს იქნება მერვე დღე, მარადიულობის სიმბოლო. და მაქსიმე ამბობს, რა არის ნათქვამი 6 და 8 დღით? ნათქვამია ის, რომ კაცმა ჯერ
ამ წუთის სოფელში სიბრძნით, 6 დღე ხო ამ წუთის სოფლის სიმბოლოა, ამ წუთის სოფელში სიბრძნით უნდა გაიაროს ტკივილით, რომ მიახლოს მერვე დღეს. აი ეს მერვე დღე, როგორც მოგახსენეთ, არის მომავალი საუკუნის დღე, დაუსრულებელი, მარად პირველი და მარად უკანასკნელი. აი ბიბლიაში არის ძალიან საინტერესო სიტყვა შესაქმის წიგნში. და ქმნა ღმერთმა დღე ერთი, მერე მეორე, მესამე, მაგრამ პირველი არ წერია. რიგობითობაში ხო პირველი უნდა იყოს და არა ერთი, ერთი არის რაოდენობა. აი ბიბლიაში წერია, ძველ ქართულ თარგმანებში ვამბობთ, თანამედროვეში არა. და შექმნა ღმერთმა დღე იგი ერთი. აი ეს ერთი დღე არის ის მერვე დღეც, რომელშიც გვირგვინდება და შეჯამდება მთლიანად ქმნილების ისტორია. და ეს უდიდესი მოზღვარი მაქსიმე ამბობს, რომ წუთის სოფელში ვცხოვრობ ჩვენ 6 დღე, ამის სიმბოლოა. უნდა განვლოთ რაღაცა მოკლებით ჩვენი ეგოისტობისა, რაღაცის მოკლებით გადის ადამიანი. როგორი ჯანმრთელიც, როგორი მდიდარიც არ უნდა იყოს კაცი ამ წუთის სოფელში, მაინც ყველა ჩვენგანს გვაქვს სადარდებელი. აი ამ სადარდებელს, როგორც ჯვარს, როდესაც აიღებ შენ, ეს არის 6 დღის სიმბოლო. კი არ გაურბიხარ ამას, არ მინდა და ღმერთო სადახარ კი არა. ეს უნდა იტვირთო, იმიტომ რომ შენ უნდა იცოდე, რომ აი ამ ჯვრით, ამ ტკივილით ადამიანს კი არ ემსგავსები, რომელიც განცხრომაში ცხოვრობდა და სიკვდილი მოიტანა. ქრისტეს ემსგავსები, რომელმაც მოიტანა სამუდამო სასუფეველი, აღდგომა. მაგრამ როგორ? განცხრომით? როგორც მეფე მოვიდა, არა. როგორც მონა, როგორც ნაკლოვანი, როგორც ტკივილ გამცდელი, მაგრამ აღდგომის მეწინამძღვრე. ადამი იწყებს როგორც მეფე და ამთავრებს როგორც ცხოველი და პირუტყვი და სიკვდილით, მაცხოვარი იწყებს როგორც სიკვდილ მისჯილი და ათავისუფლებს კაცობრიობას. რითი ათავისუფლებს? ბრწყინვალება შემოსილობით. მარადი მერვე დღის შეყვანით წუთის სოფლისა იქ. ჯერ უნდა განვლოთ 6 დღე წუთის სოფლისა, ტკივილებით და არა განცრომით და მერვე დღე გველოდება აუცილებლად. ეს არის ქრისტიანობის დღესასწაულის არსი დღევანდელი დღისა. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგილოცავთ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ბრწყინვალე გატოლებულ აღდგომასთან დღეს კონდეს უფალმა განცდა ჩვენი ჯვრისა, რომ შეუერთდეთ მარად ბრწყინვალე მაცხოვრის ჯერფერისვალებას, რომელიც არის მომასწავებელი იმ დიდი აღდგომისა. ბრავას დაგასწროთ ღმერთმა.